გამარჯობათ მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ შემოდგომის პეიზაჟი, ასე ქვია ამ ნახატს, რომელიც შესრულებულია ტილო ზეთის საღებავებით. ზომა გახლავთ 1 მეტრო 90-ზე. იყიდება 5000 ლარში. მინდა აღნიშნო, რომ ამ სტილით შესრულებული ნამუშევრების ადვილად დახკმა მოითხოვს სივრცეს. აქ ხდება ფერების ზეიმი, რომლის საშუალებითაც გამოხატულია ტყეში ჩაძირული ეკლესია, როგორც ხილვა. არქიტექტურა და ბუნება ერთმანეთში ილექება, ეკლესიის ფორმები იშლება და ფერებად იქცევა. ხოლო ტყე თითქმის მის ირგვლივ სუნთქავს და მოძრაობს. ცენტრში გაბრწყინებული ღია ტონები ქმნის საკურთხევლისა და სინათლის შთაბეჭდილებას. ეს სინათლე მიწიერი კი არაა, ის ზემოდან ჩამოსულს გავს. თითქოს ლოცვაზე პასუხია. ფუნჯის ენერგიული მოძრაობა. აქ ქაოსი არ არის, მინდა გაჩვენოთ ახლოდან თუ როგორაა შესრულებული ეს ნამუშევარი. ოსტატურად გამოსახული ანგელოზები, ამ ნახატში იგრძნობა შინაგანი დინამიკა, სულიერი ძვრები, წითელი და ოქროსფერი ტონები წმინდა ძალას, მსხვერპლს და რწმენის ცეცხლს გამოხატავს. მწვანე და მიწისფერი კი ტყის სიჩუმეს და მარადიულობას გვაგრძნობინებს. ფორმებში იკითხება ანგელოზთა სილუეტები, როგორც გაჩვენეთ, არამკაფიო თითქოს მოძრაობაში მყოფი არშებანი, რომლებიც სივრცეს იცავენ და აკურთხებენ. ეს ნამუშევარი არ გვეყვება კონკრეტულ რელიგიურ ისტორიას. ის გადმოგვცემს მდგომარეობას, შეხვედრას ბუნებასა და სიწმინდეს შორის. ადგილს, სადაც ადამიანი ჩერდება, ჩუმდება და უსმენს. აქ ეკლესია არ არის შენობა, არამედ შინაგანი თავშესაფარი, ხოლო ანგელოზები ის უხილავი ძალები,